2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ 6,6 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობის 87%-ია. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭრელობა საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ორგანიზაციამ საჯაროდ გამოქვეყნებული მონაცემებით იხელმძღვანელა. როგორც მოკვლევა აჩვენებს, პირველი 6 თვის განმავლობაში ყველა პარტიამ ჯამში 7,592,948 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო. აქედან 6,573,370 ლარი ქართულმა ოცნებამ მიიღო. ორგანიზაციის შეფასებით ეს მკვეთრ ფინანსურ უთანასწორობას უსვამს ხაზს. საერთაშორისო გამჭრელობა საქართველოს ცნობით კვლავ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს ქართული ოცნების მსხვილი დონორების შესაძლო მონაწილეობა სისტემურ კორუფციაში. ინფორმაციის თანახმად მათთან დაკავშირებული კომპანიები მრავალ მილიონიან ტენდერებს და საბიუჯეტო სუბსიდიებს იღებენ. შემოწირულობების პარალელურად მიღებული სახელმწიფო კონტრაქტები ქართული ოცნების შემომწირულებთან დაკავშირებულმა 11 კომპანიამ 2024 წლიდან 153,6 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა. 2016 წლიდან კი მათ 422 მილიონის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული. ქართული ოცნების დონორებთან დაკავშირებულმა 23 კომპანიამ 1,5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო. 2016 წლიდან კი ამავე კომპანიებს 15 მილიონ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული. ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არც ერთ კომპანიას ტენდერი არ მოუგია, ხოლო მიღებული გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების ჯამური ღირებულება 185,457 ლარია. საერთაშორისო გამჭრელობა საქართველოს თანახმად ქართული ოცნების შემომწირულები სახელმწიფო სუბსიდიების მიმღებებიც არიან. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, 2024 წლიდან დონორებთან დაკავშირებულმა 13 კომპანიამ 27 მილიონ ლარზე მეტი სოფლის მეურნეობის სუბსიდია მიიღო. სულ კი ამ კომპანიებს 71 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების საბიუჯეტო სუბსიდია აქვთ მიღებული. ორგანიზაციის განცხადებით, განსაკუთრებით თვალსაჩინოა ვახტანგ კარიჭაშვილის ბიზნეს ქსელი, რომლის კომპანიებმაც 25 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს, რაც 2024 წელს გაცემული აგროს სუბსიდიების 13%-ში ადგენს. საერთაშორისო გამჭრელობა საქართველოს განმარტავს, რომ ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არც ერთ კომპანიას აგროს სუბსიდია არ მიუღია. მიზეზი გახლავთ ის, რომ არსებობს კორუფციული გარიგებები მართლ პარტიასა და ყველა იმ ეგრეთ წოდებულ ბიზნესმენს შორის, რომლებიც მართლ პარტიას იღებენ სახსრებს. კერძოდ, ასეთი სახსრების შემოწირულობის სანაცვლოდ მართლი პარტია ტენდერების მეშვეობით ურიგებს თანხებს აღნიშნულ ბიზნესმენებს. 6 თვის განმავლობაში 153 მილიონი ლარის ოდენობის ტენდერები მოიგეს იმ შემომწირულებმა, რომლებმაც ეს თანხები შეწირეს მართლ პარტიას. საერთაშორისო გამჭრელობა საქართველოს განცხადებით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის გადადგომის შემდეგ სამ თვეში რეგიონიდან პარტიას 2,5 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს. დროის ასეთ მონაკვეთში რეგიონიდან ასეთი დიდი ოდენობის შემოწირულობა უპრეცედენტოა და აჩენს ეჭვს, რომ შემოწირულობები მესამე პირების მეშვეობითაა განხორციელებული, რაც კანონდარღვევაა, აცხადებს საერთაშორისო გამჭრელობა საქართველოს. ასევე ორგანიზაციის თანახმად ხალხის ძალას ქართული ოცნების ტრადიციული შემომწირულები აფინანსებენ. ორგანიზაციის ცნობით პარტიას 190,000 ლარი შესწირეს. ყველა შემომწირველი კი გასულ წლებში ოცნებას წირავდა თანხას და ჯამში 327,369 ლარი აქვთ მმართველი პარტიის ყულაბაში შეტანილი.